ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. შენ დაიწყებ თუ მე? შენ დაიწყე. ენდის სამი მსოფლიოს ქვეყნების დაპირებაა, რომ სადგური აირების ეროვნულ ემისიებს შეამცირებენ და ჩვენს პლანეტას კლიმატის ცვლილებისაგან დაიცავენ. ენდისი ნიშნავს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს, რომლის შესრულების პირობას დებენ პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები, მათ შორის საქართველო. დაპირებაში გაწერილია თუ როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგეტიკა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და სხვა სექტორები ემისიების შესამცირებლად. ენდისის შემუშავება კომპლექსური პროცესია, რომელიც მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, ექსპერტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს. საქართველომ უკვე დაიწყო ჩვენი მესამე ენდისის შემუშავება, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის სამდინოს გაეგზავნება. ჩვენ მოგიყვებით თუ რას გულისხმობს საქართველოს განახლებული კლიმატური დაპირება და როგორ აისახება ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. საქართველოს ახალი კლიმატური დაპირების მიხედვით ტყის მიერ ნახშირორჟანგის თანთქმის პოტენციალი 10%-დან 15%-მდე უნდა გაიზარდოს. ამის მისაღწევად ტყის რესურსებს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ, ხოლო ტყის მართვაში მდგრადი პრაქტიკა უნდა დაინერგოს. ჭარბტენიანი ტერიტორიები და საძოვრები ასევე შთანთქავს ნახშირორჟანგს და ამ მხრივ ძალიან ძვირფასი რესურსია. ენდისის სამი ითვალისწინებს მათი პოტენციალის შესწავლას და მართვის მდგრადი პრაქტიკის დანერგვას. გაგიკვირდებათ, მაგრამ სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მავნე ემისიების ერთ-ერთი წამყვანი წყაროა. კლიმატის ცვლილების საკითხები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება. საქართველო უნიკალური ბიომრავალფეროვნების ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი მოვლა, გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. ენდისის ამის მიხედვით საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელი მინიმუმ 30%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და შენარჩუნება უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. კლიმატის ცვლილებისაგან არა მხოლოდ ბუნება, არამედ საკუთარი თავით უნდა დავიცვათ. ამისათვის ზედმიწევნით უნდა შევესწავლოთ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებიც ადამიანს კლიმატის ცვლილების გამო ემუქრება და შესაბამისი გეგმა შევმუშაოთ ამ საფრთხეების ასაცილებლად. იცოდით, რომ ემისიებით ვაჭრობა შეიძლებოდა. მსოფლიოში უკვე შეიქმნა ემისიებით ვაჭრობის მექანიზმები, რომლებსაც ბევრი ქვეყანა იყენებს. ენდისის ამის მიხედვით საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ ემისიებით ვაჭრობის სისტემას შექმნის და დანერგავს. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება შეუძლებელია ენერგეტიკის რეფორმის გარეშე. ჩვენი პასუხია განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტური შენობები, სუფთა და მწვანე დასახლებები. ასეთ ქალაქში ცხოვრება ყველას მოუდებოდა. ავაშენოთ ერთად. ასეთ ქალაქში გადაადგილებაც მწვანე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით უნდა შევძლოთ. ენდისი სამი ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას და ფეხით სიარულისა და ველოსიპედისთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნას. ჩვენ გვჯერა, რომ მომავლის მოქალაქე განათლებული ადამიანია, რომელსაც საკმარისი ინფორმაცია აქვს კლიმატის ცვლილებაზე, გარემოს დაცვასა და მდგრად მოხმარებაზე. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად უნდა შევიდეს როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო პროგრამებში. ხოლო სამეცნიერო ინსტიტუტებმა მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს საქართველოსა და რეგიონზე ორიენტირებული კვლევებისთვის. ეს ინფორმაცია ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ხელი უნდა შეუწყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს კლიმატური დაპირების შესრულება ბევრ ცვლილებას მოითხოვს, რაც საკმაოდ რთულია. როგორ მოგიწევთ? ყველა ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს და ითვალისწინებდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით ეკონომიკურად თუ სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესებს. კლიმატური დაპირების შესრულება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტის შედგენასა და შესრულებაში ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI Audienceri, ჩვენ შევქმნით AI News-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI IA და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც
და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შემოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ირაკლი ღარიბაშვილი. ვიძინაივანი შუმა კი გვითხრა ადრე რაც გინდათ ის დაუძახეთო, მაგრამ წასასვლელი ირაკლი იმდენია, სჯობს დავაკონკრეტოთ. არა კობახიძე, არა სანქცირებული, არა ტოქსიკური, ანუ დეტოქს გავლილი. პირველი წასვლის შემდეგ. ახლა საწავა არ ვიცით, მაგრამ მას სხვა მისი კოლეგებისაგან განსხვავებით, ჯერ კიდევ გზა ბევრი აქვს. ორი კვირა გავიდა, რაც ახალციხეში ორ არასრულწლოვანზე 60 წელს გადაშორებული კაცის მიერ ძალადობაზე ინფორმაცია გავრცელდა. მედია მას შემდეგ ეილის პასუხს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაგან რა რეაგირებას აპირებენ და გეგმავენ თუ არა მოზარდების დახმარებისთვის ფსიქოლოგის ჩართვას. ჯერჯერობით დუმს მუნიციპალიტეტიც და სახალხო დამცველის აპარატიც. მიშო დარბაიძე და ინგა ირციანი ვრცლად. ჩვენი მეზობელია. როდესაც სასეირნოდ მივდიოდით ან მაღაზიაში, ერთად მაშინ გვეძახდა მოდითო. სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ჩვენთან იხსენებს გარემოებებს, რომელშიც ის და მისი ნათესავი, ასევე არასრულწლოვანი გოგო მეზობელი მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლები აღმოჩნდნენ. არასრულწლოვანს მომხდარზე საუბარი უჭირს. შეშინებულია და ამბობს, რომ ღამეც ვერ იძინებს. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ გასაჯაროვდა ბავშვებთან, შესაძლო ძალადობის მსხვერპლებთან ფსიქოლოგი ამ დრომდე არ მუშაობს. მიზეზი გაურკვეველია. გოგო ასევე გვეუბნება, რომ მიუხედავად მძიმე განცდებისა, მომხდარის გასაჯაროვება არ სურდა, რადგან ხალხის რეაქციების ეშინოდა. პირის დაკავების მიუხედავად, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გვიდასტურებენ, შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგაც კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არ აქვს პასუხი, თუ რატომ არ მუშაობს არასრულწლოვნებთან ამ დრომდე ფსიქოლოგი. ინფორმაციის მიღებას ველოდებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან და ახალციხის მერიიდან, იმის შესახებ თუ რა პროგრამები აქვთ მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისთვის. ჩაუტარდათ თუ არა დაზარალებულებს ექსპერტიზა. საქართველოს პროკურატურაში გვითხრეს, რომ მოიკითხავდნენ. გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ნონა ციხელაშვილი საქართველოში არასრულწლოვანთა ძალადობის შემთხვევების სტატისტიკაზე და გარემოს შესაცვლელად სახელმწიფოსა და საზოგადოების როლზე გვესაუბრება. ნებისმიერი რეაბილიტაცია ადგილზე იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. ეს გვჭირდება რეგიონების დონეზე, ხო, სადაც მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ, რომ თავისი მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ აი ამ სერვისების მიწოდებაში, რაც უკვე რეაბილიტაციის ნაწილს ეხება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს აქვს მეურვეობა ზრუნველობის ფუნქცია, ხო, როდესაც ბავშვი იმყოფება ისეთ უსაფრთხო გარემოში, როდესაც არ არის, მისი ფუნქცია არის, რომ ის გადაიყვანოს ისეთ გარემოში, სადაც მას საფრთხე არ ემუქრება, ხო? ან თუ ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმ ბიოლოგიურ ოჯახს, სადაც ის ცხოვრობს, მაშინ ის დააკავშიროს იმ მომსახურებებთან, რომელიც ამ ბავშვს ჭირდება იმისთვის, რომ მისი რაღაცა გამოწვევა დაძლეული იყოს. ამ შემთხვევაში პირველ რიგში ალბათ უნდა შეფასდეს ბავშვებს რამდენად ჭირდებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. იმიტომ რომ ყველას ყოველთვის არ ჭირდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, როდესაც ძალადობის მსხვერპლები არიან, მაგრამ ეს პროფესიონალმა უნდა გადაწყვიტოს, ჭირდება თუ არ ჭირდება, ხო მას. და ამიტომ რაღაცა ის ინფორმაციის მიწოდება, რომ სად შეიძლება ბავშვებმა თუ თვითონ არ შეუულიათ ამის მიწოდება და უზრუნველყოფა, მაშინ უნდა გააგებინონ ოჯახს, როგორ შეიძლება, ან სად შეიძლება ეს მომსახურება იყოს მათთვის ხელმისაწვდომი. 2022 წლიდან 2024 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით საქართველოში არასრულწლოვნებზე სექსუალურად ძალადობის 285 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
რამდენად დიდია არასრულწლოვნებში სექსუალური ძალადობის პრობლემა და როგორ უნდა რეაგირებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები ცალკეულ შემთხვევებზე? რა როლი აქვს მუნიციპალიტეტს და რა ქნას მოზარდმა, როდესაც შემთხვევის შესახებ ოჯახის წევრებთან საუბრის ეშინია? გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ნონა ციხელაშვილი გვესაუბრება. ნონა, გამარჯობა და მადლობა იმისთვის, რომ ამ აქტიურად საზოგადოებრივი პოლიტიკური მოვლენებით დატვირთულ დროს გაქვთ საშუალება მაინც ვისაუბროთ ისეთ თემაზე, რომელიც განურჩევნად პოლიტიკური მოვლენებისა საკმაოდ მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში. მე რომ არ ვიყო შემფასებელი, რამდენად მწვავე პრობლემაა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა, ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსმენა. იმიტომ რომ UNICEF-ი არის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში არა მხოლოდ ხედავს სტატისტიკურ მონაცემებს, არამედ ტრენდებს, მიზეზებს და ამ შექმნილ გარემოზე პასუხებსაც აკვირდება და ხელს უწყობს ადეკვატური გარემოს შექმნას. ამიტომ მაინტერესებს პირველ რიგში, როგორი არის და რამდენად მწვავე არის ქვეყანაში სექსუალური ძალადობის კუთხით არასრულწლოვნებზე შექმნილი გარემო, იმიტომ რომ ჩვენ აუდიტორია შეიძლება დარჩეს განცდა, რომ ჩვენ ვხედავთ წლიდან წლამდე, როგორ ხშირად იჩენს თავს news feed-ში ასეთი ინფორმაცია. თქვენგან ექსპერტებისაგან საინტერესოა, რამდენად სწორია ეს განცდა და აღქმა. მადლობა, რომ დაინტერესდით ამ თემით და გინდათ, რომ ესე რაღაცნაირად ფართოდ გააშუქოთ. ზოგადად პრობლემა სექსუალური ძალადობის რასაც ვიგებთ წლიდან წლამდე, შემთხვევების რაოდენობა ნამდვილად იზრდება, ხან ზოგიერთი წელი ერთი და იგივე სტატისტიკა მეორდება, ხან იზრდება, მაგრამ მაინც რაღაცა ერთმანეთთან მიახლოებულია ეს შეტყობინებების რაოდენობა. რაც შეგვიძლია ჩვენ მტკიცებულ ფორმაში ვთქვათ, ის არის, რომ ხილვადობა გაიზარდა შემთხვევების. ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ ის, რომ ეს ზოგადად გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, ან არა. იმიტომ რომ ეს სხვა ტიპის მოკვლევას საჭიროებს, მაგრამ თუ ავიღებთ და შევხედავთ გლობალურ ტრენდებს, ხო, ჩვენთანაც იგივე ხდება და არაფერი განსხვავება. და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სულ ასე ხდებოდა, თუმცა ეხა შეტყობინების მექანიზმი გაცილებით უფრო აქტიურია და მიმართვიანობა გაიზარდა. რაც ძალიან კარგი არის. თუმცა ასევე საერთაშორისო ტრენდები გვეუბნება და ის საერთაშორისო ლიტერატურა სექსუალურ ძალადობაზე არის ის, რომ ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ნდობა ძალიან მაღალია საზოგადოების მართლმსაჯულების სისტემას მიმართ, სადაც ბავშვების ცნობიერება მაღალია, სადაც შეტყობინების მექანიზმები ბავშვზე მორგებულია, იქაც კი მომხდარი შემთხვევების მხოლოდ რაღაც 10% აღწევს სამართალდამცავ უწყებებს. და თუ ვივარაუდებთ და დაშვებას გავაკეთებთ იმას, რომ სადაც საზოგადოების ცოდნა, შეტყობინების მექანიზმებთან ისეთი მაღალი არ არის და ის ხარისხი არის, რაც გვინდა რომ დავინახოთ და შეტყობინებები რაც ხდება, ხო, ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც რეალურად შეიძლება ხდებოდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონი ამაზე უნდა დავიწყოთ უფრო აქტიურად ლაპარაკი ის, რომ ზოგადად მსოფლიოში ძალიან დაბალია ბიჭების მიმართ სექსუალური ძალადობის შეტყობინება. ეს იმიტომ არა რომ არ ხდება. კი, შეიძლება ქალთან გოგონების მიმართ უფრო ხშირია, თუმცა ბევრიც შეიძლება არ ჩამოუვარდებოდეს ბიჭების მიმართ, მაგრამ ის რომ სტიგმა გაცილებით უფრო ძლიერი არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბიჭების მიმართ, აქ შეტყობინების რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლები გვაქვს. ამიტომ ამაზეც ლაპარაკი უნდა დავიწყოთ, რომ ეს ხდება, ჩვენს გარშემო არის ესეთ შემთხვევები და საზოგადოებაც უნდა იყოს მზად, რომ და რაღაცა უფრო აქტიურები, რომ ესეთ შემთხვევები ჩვენს გარშემო დავინახოთ, დავეხმაროთ ბავშვებს, რომ მათ უფრო მეტად მოგვიყვნენ რა ხდება მათ თავს, ხო? ძალიან ბოდიში ნონა გაწყვეტინებთ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღნიშნეთ თქვენ, როდესაც თქვით რომ
ბავშვების მხრიდან და არასრულწლოვნების მხრიდან საკუთრივ ამ თემაზე საუბარი ან მათი მოსმენა, როდესაც ძალადობის მსხვერპლები შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ, ასევე ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის და თავისუფლებას მივცემ ასეთი შეფასება გავაკეთო იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ მედია შევხვედრივართ ძალადობის შემთხვევების გაშუქებებს, იქ მსხვერპლთან მუშაობას, რა თქმა უნდა, თავისი წესი და სტანდარტი აქვს, რომ რეტრაუმირება არ მოხდეს, მაგრამ ხშირად იჩენს თავს წინადადებები, სადაც ბავშვები ამბობენ, რომ მეშინოდა თქმა, არ მინდოდა თქმა, მეშინოდა რეაქციის. ძალიან მინდა რომ თქვენი კომპეტენციებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე იმ არასრულწლოვნებსაც უთხრათ, რომლებიც ყოფილან ან გგონიათ, რომ მსგავსი რამ მათ მიმართაც განხორციელდა, როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც ფიქრობენ, რომ არიან მსხვერპლი, მაგრამ ეშინიათ საკუთარი ისტორიის მოყოლა თუნდაც ოჯახის წევრებისთვის. რეაქციის გამო. კარგით, მოკლედ, მოდით ამ თემას ცოტა უფრო მსხვილად შევეხოთ, რაც შეეხება უშუალოდ ბავშვებს და როგორ უნდა გაძლიერდნენ ბავშვები ერთის მხრივ, მაგრამ რა უშლით ხელს მათ, რომ იყვნენ ძლიერები, ხო? ერთი რომ საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ როდესაც სექსუალური ძალადობა ხდება, ეს ბავშვის ბრალია, ან მანქნა რაღაც ისეთი, რატომაც აი ამ დანაშაულის მსხვერპლი გახდა, რაც არის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია და აი ამ ფოკუს ბავშვზე ვერ გადავიტანთ ბრალეულობის, ის არის ბავშვი და ის მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის იმაში, რაც მოხდა. მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება მოძალადეს ამ შემთხვევაში, ხო? ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. მეორე, რატომაც ბავშვებს უჭირთ ამის თქმა, ეს არის მოძალადის მიერ გამოყენებული ტექნიკა, რომ ბავშვს დააჯეროს და ეს არის მისი, ასე ვთქვათ, ბავშვის გაჩუმების მეთოდი. ერთი რომ დააჯეროს, რომ ეს მისი ბრალია, რაც ხდება. მეორე, თუ ამას ხმამაღლა იტყვის, ამით დაზარალდება ყველა, მის გარშემო და მისი საყვარელი ადამიანები პირველ რიგში. და მესამე, რითიც შეიძლება ბავშვს აჩუმებდეს, ეს არის ჩვენი საიდუმლო, რომელიც ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ საიდუმლო შენახვა ნამდვილად მნიშვნელოვანი უნარია და ეს ჩვენ გვეხმარება ის, რომ ჩვენ საყვარელ ადამიანთან დობით ურთიერთობაში შევიდეთ, მაგრამ არსებობს საიდუმლოებები, რომლის შენახვაც არ შეიძლება. და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. პირველ რიგში ბავშვს უნდა ეგულებოდეს მის გარშემო დობით აღჭურვილი პირები უნდა ყავდეს. ხო, ეს შეიძლება იყოს მშობელი და ყველაზე კარგია თუ ეს არის მშობელი და მისი ოჯახის წევრები, ან ეს უნდა იყოს სკოლა, სადაც მას ყავს ერთი ან რამდენიმე ადამიანი, ვისიც ჯერა, ენდობა და იცის, რომ უპირობოდ რაც არ უნდა უთხრას მათ, ის მათ მხარეს და მის მხარეს დადგება და მხარს დაუჭერს ნებისმიერ სირთულესთან განკლავებაში. ან ეს შეიძლება იყოს ბაღის მასწავლებელი, შეიძლება იყოს რაღაც მეზობელი ვიღაცა, ესეთი უნდა ყავდეს ბავშვს ერთი. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ყველაზე კარგია თუ ეს არის ოჯახის წევრი და ოჯახის წევრები ეხმარებიან ბავშვებს აი ამ ძალიან მძიმე გამოცდილების დაძლევაში. და კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის რა არის სექსუალური ძალადობა, უნდა იცოდნენ ბავშვები. იმისთვის რომ მე მივხვდე, რომ რაღაცა ისე არ არის და მოძალადეს გამოვაცალო ინსტრუმენტები, რითიც ის მანიპულირებს ჩემზე, ეს მხოლოდ მეხმარება, მხოლოდ ცოდნა ამ შემთხვევაში, როდესაც ვარ ბავშვი. ის რომ რა არის სექსუალური ძალადობა, ხო? ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი შეხება, რომელიც მას დისკომფორტს უქმნის, ფიქრობს, რომ არასწორია და ცუდად ხდება ამ დროს, ემოციურად ზიანდება, ან ვიღაცა აჯერებს, რომ ეს ნორმაა, ეს თამაშია, ეს უნდა იცოდნენ, რომ ეს ესე არ არის. ხო? და ნუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ესეთი სექსუალური ძალადობის ცნობიერების ამაღლება ძალიან საფრთხილო არის, იმიტომ რომ აქ ზღვარი რა ტიპის ინფორმაციას ვაწვდი ბავშვს და როგორ ვაწვდი, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ მე ეხლა ძალიან ვფრთხილობ რაღაცა ისეთი არ ვთქვა, იმიტომ რომ შეიძლება სხვადასხვა ასაკის ბავშვი უსმენდეს და ერთისთვის თუ ეს შეიძლება იყოს მისაღები ინფორმაცია, მეორესთვის შეიძლება ეს ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა იყოს, ამიტომ ძალიან ვფრთხილობ, რომ
რო არ ვიცი ვისვე საუბრები, ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლები, ხო? და შეიძლება სპეციფიური არ ვიყო იმაში, რომ ავუხსნა რა არის სექსუალური ძალადობა, თუ ჩემი სამიზნე ბავშვი არის. თუ მშობელი არის, იქ რა თქმა უნდა შემიძლია უფრო თამამი ვიყო და მშობლებს უთხრა, რომ ნებისმიერი ტიპის ეს იქნება შეხება, თუნდაც მოძალადის მხრიდან სურათების, ვიდეოების ჩვენება, სადაც ასაკისთვის შეუფერებელ ცოდნას უზიარებენ იმისთვის, რომ ინტერესი აღზრდიან ბავშვებში, ან მათი შოკი გამოიწვიონ, ან რა არ ვიცი, მათი გაოცება გამოიწვიონ და შემდეგ უბიძგონ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიონ, ეს უკვე არის სექსუალური ძალადობა. და აქ მხოლოდ გაუპატიურებაზე არ უნდა ვისაუბროთ, როდესაც სექსუალურ ძალადობაზე ვსაუბრობთ, ხო? აქ შეხება, რაღაცა ნებისმიერი ტიპის შეხება, რომელიც ეს სექსუალურ შინაარს მოიცავს, აქ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს არის ნამდვილად სექსუალური ძალადობა. მეტი დეტალში არ მინდა შევიდე, იმიტომ რომ არ ვიცი ბავშვები როგორ რა ასაკის ბავშვებმა შეიძლება შეხედონ ამას, ამიტომ მაგრამ თავარი არის რომ ერთი რომ ეს იცოდნენ მშობლებმა და ბავშვებმა რა არის სექსუალური ძალადობა და მათ ეს ინფორმაცია ასაკის შესაბამისად უნდა მიეწოდებოდეს მათ, უნდა იცოდნენ შეტყობინების მექანიზმს. სად სწორედ ეს მინდა ვკითხოთ. და ვით ვატყობი, ხო? სწორედ აი ეს მინდა გკითხოთ. კონკრეტული შემთხვევები ვიცი რომ UNICEF-ი კონკრეტულ შემთხვევებს არ განიხილავს და ის გარემოზე არის უფრო ორიენტირებული, თუმცა კონკრეტული შემთხვევები ქმნის სწორედ ამ სტატისტიკას. მაგალითად, აი როგორც თქვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვს უჭირს მშობელთან საუბარი ან ახლო გარემოცვასთან, სწორედ მათი რეაქციებიდან გამომდინარე. ვის უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც მათ უჭირთ მშობელთან ამ თემებზე საუბარი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, იმიტომ რომ მაგალითად ბოლო შემთხვევა, რაზეც ტოკ-ტივი ერთ-ერთ რეგიონულ მედია მუშაობდა, მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვს ჰქონდა შიში, რომ მშობლის მხრიდან დაისჯებოდა, ან სხვაგვარი რეაქცია იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირიქით, მშობელი მზად იყო მისი თანადგომისთვის, მზად იყო, რომ მისთვის გაეგო მოესმინა და პირიქით პროცესში მონაწილეობა მიიღო მისი დახმარებისთვის, როდესაც ასეთი მისკომუნიკაცია ან არ არის თანხმედრაში მშობლისა და შვილის ფიქრები საკითხთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი. ამ შემთხვევაში არასრულწლოვნები არ გულისხმობთ მთლად პატარა ასაკის ბავშვებზე, მოზარდები უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვით, რაზეც მინდა რომ კომენტარი გავაკეთო მშობლებთან დაკავშირებით, ხო? ბავშვებს ყოველთვის გონია რომ რაღაცა დაისჯებიან, ხო, როცა ისე არ არის რაღაცა, რაზეც თვითონაც ფიქრობენ, რომ ან განცდა აქვს, შეიძლება სახელს ვერ არქმევ, მაგრამ განცდა აქვს, რომ ის რაღაცა ისე ვერ არის, ხო? რაღაცა სწორი არ არის. და ამ შემთხვევაში არ იციან მშობელს რა რეაქცია ექნება, ამიტომ შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ჯობდეს გაჩუმება, იმიტომ რომ ეშინიათ ამ მშობლის არაწინასწარმეტყველებადი ქცევის. აქ შემთხვევაში მშობლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ბავშვებს ჩვენ ველაპარაკოთ, ხო? იმიტომ რომ არავინ დაზღვეული არა ვართ არაფრისგან, ყველაფერი შეიძლება ჩვენს გარშემო ხდებოდეს და ჩვენი ვალი არის, რომ აი ეს ბარიერი ბავშვებს მოუხსნათ, რომ დაველაპარაკოთ მათ, ჯერ ჩვენგან გაიგოს ეს ინფორმაცია. ყველაზე კაი არის თუ მშობელი ესაუბრება ბავშვს აი ამ რისკებთან დაკავშირებით, ნებისმიერ რისკთან დაკავშირებით, ეს იქნება ონლაინ თუ ოფლაინ, ასე ვთქვათ, პირისპირ რისკებთან დაკავშირებით, ხო? თუ მშობლისგან იგებს, ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა უკვე მიიღო მესიჯი, რომ ეს მშობელთან ნებისმიერი მისი ნეგატიური გამოცდილების გაზიარება არის უსაფრთხო, იმიტომ რომ მან ამის შესახებ იცის. ამიტომ ეს ძალიან კარგი იქნება, თუ მშობლები თვითონვე დაელაპარაკებიან ბავშვებს ამ თემაზე. მეორე, ხა თუ ეს არ ხდება და ვიცით, რომ ჩვენ ქვეყანაში რაღაცა თემებს ადევს ტაბუ და მშობლებმაც იმის გამო, რომ არ იციან თუნდაც როგორ ესაუბრონ, ხო, თვითონ უფრთხიან, რომ იმაზე მეტი არ თქვან, ვიდრე რაღაცა უფრო არ დააზიანონ, გაურკვევლობაში არიან, თავს, ანუ მშობლის პოზიციაც არის ხოლმე, რომ თავი შეიკავოს და საერთოდ არ თქვან და რაღაცა როცა რამე მოხდება, მერე ჩაერთვებიან. და მასაც აქვს თავისი არგუმენტები, ხო? და მთლად ესე მშობლებზეც ესე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ მათი ბრალია რაღაცა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესე არ არის. და არსებობს ამ შემთხვევაში ცხელი ხაზები, ხო? იმისთვის, რომელიც ბავშვებს შეუძლია ახალგაზრდებს შეუძლია გამოიყონ. ერთ-ერთი არის 111, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის ცხელი ხაზია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსი, რომელზეც შეუძლიათ ბავშვებს დარეკონ და გააკეთონ შეტყობინება.
და მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ეს შეტყობინება ბავშვებთან შეთანხმებით უთხრან, რომ მიიღეს ეს შეტყობინება, რა მოყვება ამას, იმიტომ რომ როგორც კი ძალადობაზე იგებს ვინმე, ყველა ვალდებულია, რომ ამაზე ოფიციალური რეაგირება დაიწყოს. ეს არის ანუ კანონით გვევალება მოკლედ ყველა ადამიანს, ვინც ამ ქვეყანაში ვარ, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, ყველგან, თითქმის ყველგან ასეა, რომ როდესაც იგებ ძალადობის შესახებ, შენ ვალდებულება გაქვს, რომ ეს გააკეთო შეტყობინება იქ, სადაც ამაზე პასუხისმგებლები არიან, რომ რეაგირება გააკეთოს. ჩვენთან ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს არის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. ძალადობაზე ამ ორ უწყებასთან ვაკეთებთ შეტყობინებას, ხო? და შემდეგ უკვე ისინი თავისი მანდატის ფარგლებში მოქმედებენ. და აი 111 არის ის ცხელი ხაზი, რომელსაც შეუძლიათ ბავშვებმა დარეკონ და გააკეთონ შეტყობინება, მიიღონ კონსულტაცია, თუ დაუშვათ რაღაცა ისეთი ინფორმაცია აინტერესებს, რომელიც ამ ოპერატორების ხელთ არ არის, ისინი მოიძიებენ ამაზე პასუხებს და მათი სურვილის შესაბამისად მოგვიანებით დაურეკავენ, შეატყობინებენ, მოუყვებიან ან დააკავშირებენ იმათ, თან ვისაც კონკრეტულად შეუძლიათ მათი დახმარება. დიდი მადლობა. შეთანხმების გარეშე მაინც არაფერი არ ხდება ხოლმე. ყოველთვის ნებისმიერ შეტყობინებაზე, რას მოიმოქმედებს ცხელი ხაზი, ბავშვებს ამაზე ინფორმირებას უკეთებენ. ეს ცალსახა არის, ამიტომ მაგ გარეშე, მათი ნებართვის გარეშე მაინც არაფერი არ მოხდება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფოს როლის აღნიშვნა თქვენ ერთგვარად პასუხში უკვე სცადეთ. რა როლი აქვს მთლიანად გარემოში და კონკრეტულ кейსებზე სახელმწიფო ინსტრუმენტებს და ინსტიტუტებს, მაგრამ სამწუხაროდ არის არაერთი შემთხვევა, როდესაც ინსტიტუციური პასუხი ამ кейსებზე არის სუსტი ან დაგვიანებული. მაგალითად, ის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, რომელიც გახდა ერთგვარი ბიძგი იმისთვის, რომ ჩვენ სიღრმისეულად გვესაუბრა დღეს საქართველოში არასრულწლოვანთა სექსუალურ შევიწროებაზე, სწორედ მეტყველებს ამაზე, რომ მაგალითად დაახლოებით 10 დღის განმავლობაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ვერ ახერხებს გასცეს პასუხი მოთხოვნას, ფსიქოლოგის საჭიროების მოთხოვნას ბავშვის დასახმარებლად, არასრულწლოვნის დასახმარებლად, რომელიც აღმოჩნდა მსხვერპლი და ის რომ ის მსხვერპლია ამ გარემოებაში ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ და მოძალად დაკავებულია. როდესაც ვხედავთ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო იქნება თუ სხვა სახელმწიფო მექანიზმი ვერ მუშაობს ისე, როგორც კანონით არის გაწერილი, შიდა აქტებით არის გაწერილი, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოება, ოჯახი და კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფო ორგანიზმებს, რომელთა გაძლიერებაზეც მათ შორის UNICEF-იც წლების განმავლობაში მუშაობდა და საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავდა. ხო, სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია. აქამდე ჩვენ ვილაპარაკეთ ხოლმე ბავშვებზე, მშობლებზე და შეტყობინებაზე. თუმცა შეტყობინების მერე რაც უნდა მოხდეს, ეს არის უზარმაზარი საქმე, ანუ რაც უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ. პირველ რიგში რაც ჩვენი რეკომენდაცია და რაზეც ვეხმარებით სახელმწიფოს, რომ ეს მიდგომები დანერგოს, აქ უნდა იყოს მულტიდისციპლინარული მიდგომები სექსუალურ ძალადობაზე. ხო, სამწუხაროდ ეს მხოლოდ ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით არის ხელმისაწვდომი, თუმცა ამ თბილისის მაგალითზე სახელმწიფომ უკვე ისწავლა, რა არის საუკეთესო პრაქტიკა, როგორ უნდა მიუდგეს სექსუალურ ძალადობას. ეს რას ნიშნავს ეს მიდგომა, რასაც ესტონეთის მთავრობის დახმარებით ჩვენ შესაძლებლობა ჰქონდა, რომ 2019 წლიდან სახელმწიფოსთან ერთად გვემუშავა და ეს მიდგომა დაგვენერგა. ეს არის მართლა გარღვევა არის სისტემაში, მინდა გითხრათ, როდესაც ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ შენობაში მართლმსაჯულების სისტემა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო რეაბილიტაცია ერთად იყრის თავს და ერთი ფანჯრის პრინციპით აწყდის მომსახურებას ბავშვს. ეს ამ ცენტრს აქვს რამდენიმე სამი ძირითადი მიზანი, ასე ვთქვათ. პირველი, რომ ეს უნდა იყოს ბავშვზე მორგებული, მთლიანი სივრცე და პროცესი და პროცედურები. მეორე, ბავშვს მხოლოდ ერთხელ უნდა უწევდეს. ან სასურველია, რომ ერთხელ, მაგრამ კარგი, დაუშვათ ჩვენი პროცედურები, კანონმდებლობა უფრო მეც მოითხოვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ის ინტერვიუს თუ დაკითხვის რაოდენობა, რაც შეიძლება ბავშვმა მისცეს პროფესიონალებს. და მესამე,
ეს არის რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეაბილიტაციის მიდგომები უნდა იყოს ხელმისაწვდომელი თითოეული ბავშვისთვის. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელითაც ხელმძღვანელობს დაუშვათ ეს მიდგომა და ბავშვი არის ერთ ადგილზე, დანარჩენი ყველა პროფესიონალი ტრიალებს მის გარშემო. ხო, ეს ამცირებს იმას, რომ ბავშვის რეტრაუმატიზაცია მოხდეს და ძალიან ბევრი პლუსი აქვს, როგორც გამოძიების თვალსაზრისით, რომ ხარისხიანი მტკიცებულებები მოგროვდეს, ასევე ამცირებს რეტრაუმატიზაციას და რა თქმა უნდა, ხარისხიანი და რეაბილიტაცია უფრო ხელმისაწვდომია ბავშვისთვის. ეს არის ის მიდგომა, რომელსაც ჩვენ, ასე ვთქვათ, არა მარტო ჩვენ ძალიან პოპულარულია ევროპაში დღეს და უფრო ფართოვდება ევროპის მასშტაბით 40 ქვეყანაში ინერგება უკვე ეს მიდგომა. ამერიკაში ძალიან ბევრი წლის წინ დაიწყო 80-იან წლებში. და ეს არის ის მიდგომა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუწევთ რეკომენდაციას ქვეყანაში და ვეხმარებით, რომ ეს მიდგომა უფრო ხარისხიანად მოხდეს ამის დანერგვა, უფრო გაფართოვდეს გეოგრაფიული არეალი და არა მარტო სექსუალური ძალადობა მოიცავს, არამედ ძალადობის სხვა ფორმებიც. იმიტომ რომ ყველა ბავშვს სჭირდება ერთი და იგივე, როდესაც ისინი არიან ძალადობის მსხვერპლები, ხო? ეს არის ის, რაც სახელმწიფოსგან მოვითხოვთ და აქვს მას ვალდებულება, რომ ამ ტიპის რეაგირება გააკეთოს ნებისმიერ შემთხვევაზე. სამწუხაროდ ეს რეაბილიტაციის ნაწილი ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთული არის, რომ მიიღო ხარისხიანი რეაბილიტაცია, რადგან ფსიქოლოგის პროფესია არ არის რეგულირებადი პროფესია ჩვენს ქვეყანაში, ეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო მიდგომების სწავლა ძალიან ლიმიტირებულია ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მარტო ის რომ ფსიქოლოგი დავუნიშნეთ ბავშვს ან ხელმისაწვდომი გავხადეთ, არ შეგვიძლია ჩავთვალოთ აი ამ რიგი მიზეზების გამო, რომ ბავშვის რეაბილიტაცია უზრუნველყოფილია და ჩვენ მას ვეხმარებით იმ ტრამვის დაძლევაში, რაც მიიღო მოძალადისგან, ხო? ამიტომ აი ეს ფაქტორები ძალიან გასათვალისწინებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ბავშვის უფლება არის, რომ მას ჰქონდეს მისთვის ხელმისაწვდომი იყოს რეაბილიტაციის მიდგომები, მას ეკუთვნის ეს, სჭირდება და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება შემჭიდროვებული ვადებით ეს მომსახურება მან უნდა მიიღოს. ხო, და აი ეს ძალიან მინდა აქ ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ეკითხება ბავშვს მომხდარის შესახებ რა. რაც შეიძლება ეს ბავშვმა უნდა მოყოს მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ. და სხვა შემთხვევაში ამის გამეორება, განსაკუთრებით თუ ეს არ არიან პროფესიონალები, ვინც ეკითხებიან ბავშვებს აი ამ მომხდარის შესახებ, არანაირად არ არის გამართლებული, იმიტომ რომ ეს ბავშვს აიძულებს, მაინც რაც არ უნდა დეტალებში არ ჩავიდეთ, რაც არ უნდა არ დავაზუსტებინოთ ის რეალურად რა მოხდა, მაინც ბავშვს აიძულებს, რომ დაუბრუნდეს იმ გამოცდილებას და ხელახლა გაიხსენოს ის რაც მოხდა, ხო? მერე უკვე ის რას ვაზიარებ იქიდან, ბევრს თუ ცოტას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ რაღაცა მინდა რომ საზოგადოებამაც და მათ შორის ჟურნალისტებმაც გაითვალისწინონ ეს, რომ ეს ბავშვთან ჩაკითხვა, რომ რა მოხდა, მათთვის არ არის ადვილი და ძალიან დიდ ემოციურ მდგომარეობას ან ნეგატიურ ემოციურ გამოცდილებას უკავშირდება. მადლობა რეკომენდაციისთვის, რადგან ცოტა რადგან ცოტა დრო დაგურჩა, ძალიან მოკლედ მინდა რეგიონების კონტექსტში მოვისმინოთ თქვენი ანალიზი, იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს თანამედროვე ესტონური მოდელი ამ წუთისთვის არის მხოლოდ თბილისში ხელმისაწვდომი და საქართველოს რეგიონებში პრინციპში ეს ჯერ არ ვიცით, როდის გახდება შესაძლებელი. სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა თვითონ ძალადობის რუკა თუ არსებობს, როგორი არის, რაზე არის დამოკიდებული რეგიონებში შექმნილი გარემოს ანალიზი თუ გაგვიკეთებია, რა უბიძგებს უმეტეს შემთხვევაში ასეთ შემთხვევების რაოდენობას, ან პრობლემის გადაჭრისთვის რეგიონებში რა მექანიზმები არის შექმნილი, რეგიონების ჭრილში რო დაგვანახოთ პრობლემის მასშტაბი და მასზე პასუხი. ვიცით რა, ძალიან ზოგადად ძალადობის მიზეზებზე საუბარი ძალიან რთული არის.
კი, აქ შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი იყოს და კონკრეტული შემთხვევა მე გვაჩვენებს იმ კონკრეტულ შემთხვევაში რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზები. თუმცა ჩამონათვალი არის ძალიან ფართე. ანუ ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ფაქტორები, ეს იყოს თემი, შეიძლება საზოგადოება, არ ვიცი, რისკ ფაქტორები ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს, ამიტომ რთულია ამაზე საუბარი. კი, ამიტომაც ხმარობ სიტყვას გარემო, ხო? რომელიც აერთიანებს. ძალიან რთულია ამ გარემოზეც საუბარი, თუმცა აი ეს რა თქმა უნდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს აქვს რეგიონების მიხედვით ჩამონათვალი, რომელი რეგიონიდან იყო შეტყობინება წამოსული და ნუ შეიძლება მაგის მიხედვით მიხვდე, რომ საიდან მოდის უფრო მეტი შემთხვევა. თუმცა ესეც იქ ხდება თუ უბრალოდ ხალხი უფრო პასუხისმგებლიანია და შეტყობინებას აკეთებს, ესეც სადაოა ეს საკითხით, ხო, ესეც ცალსახა არ არის. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში უნდა იყოს, რომ დაშვება გავაკეთოთ, რომ ყველგან ერთნაირად ხდება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ხილვადობა ამ შემთხვევების. ხილვადობის გაზრდა შეგვიძლია ერთი, რომ ბავშვების ცნობიერებას ვამაღლებთ და ვასწავლით მათ აი ამ რისკების შესახებ, მშობლების ცნობიერებას ვამაღლებთ, რომ ერთი რომ იცოდნენ ამ რისკების შესახებ, მეორე იცოდნენ ბავშვებს როგორ ესაუბრონ ამაზე და ორივეს ვასწავლოთ, სად უნდა გააკეთონ შეტყობინება და შეტყობინების მერე რა ხდება. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მიიღოს ადამიანმა გადაწყვეტილება, ატყობინებს თუ არა ვინმეს ამის შესახებ. თუ მე ვიცი თანმიმდევრულად რის მერე რა შეიძლება მოხდეს, მე ეს უფრო თავდაჯერებულს მამყოფებს იმისთვის, რომ შეტყობინება გავაკეთო. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და თუ ტრეინინგებს ატარებს ვინმე ამ მიმართულებით და ვიცი რომ ბევრი ორგანიზაცია არის ჩართული ხოლმე ამ ნაწილში ცნობიერების ამაღლების კუთხით, ესეც მინდა რომ გაითვალისწინო, რომ ინფორმირება გავუკეთოთ ნაბიჯ რა მოხდება შეტყობინების მერე, იმიტომ რომ აქ იწყება პროცესი, ეს არ არის პროცესის დასასრული, ხო, ჩვენი მიზანი შეტყობინება არ არის. შეტყობინებით იწყება ძალიან დიდი და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც თავდაჯერებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება უმტკივნეულო. ამიტომ ამის შესახებ უნდა იცოდნენ, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ ბავშვებმა და მშობლებმა, ვინ არის ამ დროს მათ გვერდზე, როგორ ეხმარებიან ეს ადამიანები და პროფესიონალები მათ და ვინ რაზე არის პასუხისმგებელი და თუ გადაცდომა მოხდა და რაღაცით უკმაყოფილოები არიან, ვის შეიძლება შეატყობინონ ამის შესახებ. ეს ფაქტორები თუ იქნება გათვალისწინებული, მე შეიძლება უფრო გამეზარდოს იმისი ალბათობა, რომ შეტყობინება გავაკეთო თუ რამის შესახებ გავიგებ ნეგატიურის, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ხილვადობა გავზარდოთ ყველგან და რა თქმა უნდა, ყველა რეგიონში გვჭირდება, რომ ეს მულტიდისციპლინარული მიდგომა იყოს გამოყენებული ნებისმიერი ტიპის ძალადობაზე რეაგირების დროს, ხო? რომ ყველა უწყება ერთდროულად ერთვებოდეს, ყველა ერთმანეთთან კონდეს კოორდინირებული დამოკიდებულება, ერთი თუ მიიღებს რაღაცას ინფორმაციას, ეს სხვა უწყებებს გაუზიაროს და ყველამ ერთი და იგივე კითხვა არ დასვას ხელმეორედ, ხო? და ნებისმიერი რეაბილიტაცია ადგილზე იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. ეს გვჭირდება რეგიონების დონეზე, ხო? სადაც მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ, რომ თავისი მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ აი ამ სერვისების მიწოდებაში, რაც უკვე რეაბილიტაციის ნაწილს ეხება, ხო? ეხლა გამოძიება, მეურვეობა, მზრუნველობის საკითხები უფრო ფორმალური პროცესები და პროცედურები არის, რომელსაც ამაში სხვა უწყება ვერ ჩაერევა. თუმცა რეაბილიტაცია, ხო, რომ შესთავაზო ადგილობრივად რეგიონების დონეზე და ბავშვს არ ჭირდებოდეს ამისთვის თბილისში წამოსვლა, ხო? ეს ნამდვილად შეიძლება რომ მუნიციპალიტეტმა აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს აქ და შეუძლიათ რომ ეს მომსახურება ხელმისაწვდომი გახადონ ადგილობრივ დონეზე. ძალიან დიდი მადლობა დასასრულისთვის, აი მუნიციპალური როლი ახსენეთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისევ იმ შემთხვევიდან გამომდინარე რომ ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ ქონია რეაგირება მომხდართან დაკავშირებით, მას შემდგომ რაც მერიას მიმართა საკუთრივ მედიამ ჯანდაცვის სამსახურში და სოციალურ სამსახურში აქვს თუ არა რაიმე ტიპის მექანიზმი, რომ თანადგომა გამოხატოს და მხარდაჭერა დაზარალებული ადამიანებისთვის, ჯერჯერობით პასუხი არ არის და იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდანაც არ არის ამ დრომდე კონკრეტული პასუხი, აპირებენ თუ არა ფსიქოლოგის ჩართვას თავიანთი მხრიდან არასრულწლოვნის დასახმარებლად, მოკლედ მინდა პროფესიონალურად, როგორც პროფესიონალს გკითხოთ, რომ რამდენად სწრაფი უნდა იყოს სახელმწიფოს რეაგირება და პასუხი მსგავსი შემთხვევების დროს იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ დამძიმდეს მდგომარეობა არასრულწლოვნის ფსიქოლოგიას და ფსიქიკას გულისხმობ.
მოდი ახლა ვთქვათ მუნიციპალიტეტში რა შეგვიძლია მოვთხოვოთ ამ დროს, ხო? ბავშვთა დაცვის მიმართულების პროცედურების მიხედვით, რომელიც ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას და რეაგირებას ეხება, ეს დოკუმენტი არეგულირებს პასუხისმგებლობებს ყველა უწყების, ხო? ამ დოკუმენტის მიხედვით მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა არის, რომ დროულად დაინახოს შემთხვევა და შეატყობინოს ორ უწყებას, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. ეს არის მისი მთავარი ფუნქცია ამ ნაწილში. და შემდეგ უკვე ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით მას აქვს ვალდებულება, რომ ადგილზე საჭიროების შესაბამისად ბავშვებს შესთავაზოს მომსახურებები, ხო? სოციალური სერვისები და ეს შეიძლება იყოს მრავალფეროვანი სერვისები, ის რაც თემს შეიძლება ჭირდებოდა. თუ იკვეთება, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მომსახურება, ნუ მინიმუმ უნდა იცოდეს თვითონ თუ არა ვის შეუძლია დაეხმაროს ბავშვს, ხო? ამის შესახებ მაინც უნდა ქონდეს ინფორმაცია, რომ მოსახლეობას გაუწიოს მხარდაჭერა აი იმ ინფორმირებულობის გაზრდაში, სადრა სერვისებია, რომ მათ მიიღონ ეს მომსახურება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს აქვს მეურვეობა ზრუნველობის ფუნქცია, ხო? როდესაც ბავშვი იმყოფება ისეთ გარემო, უსაფრთხო გარემოში, როდესაც არ არის, მისი ფუნქცია არის, რომ ის გადაიყვანოს ისეთ გარემოში, სადაც მას საფრთხე არ ემუქრება, ხო? ან თუ ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმ ბიოლოგიურ ოჯახში, სადაც ის ცხოვრობს, მაშინ ის დააკავშიროს იმ მომსახურებებთან, რომელიც ამ ბავშვს ჭირდება იმისთვის, რომ მისი რაღაცა გამოწვევა დაძლეული იყოს. ამ შემთხვევაში პირველ რიგში ალბათ უნდა შეფასდეს ბავშვებს რამდენად ჭირდებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. იმიტომ რომ ყველას ყოველთვის არ ჭირდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, როდესაც ძალადობის მსხვერპლები არიან, მაგრამ ეს პროფესიონალმა უნდა გადაწყვიტოს ჭირდება თუ არ ჭირდება, ხო მას. და ამიტომ რაღაცა ის ინფორმაციის მიწოდება, რომ სად შეიძლება ბავშვებმა თუ თვითონ არ შეუძლიათ ამის მიწოდება და უზრუნველყოფა, მაშინ უნდა გააგებინონ ოჯახს, როგორ შეიძლება, ან სად შეიძლება ეს მომსახურება იყოს მათთვის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ვადებს. ვადებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დაწყებული იქიდან, როდის ვიგებთ ამ შემთხვევის შესახებ, როგორ რეაგირებთ და როდის რეაგირებთ და ეს არ არის მარტო ფსიქოლოგის ნაწილში, ასევე გამოძიების ნაწილში პროცესი უნდა იყოს, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული. იმისთვის, რომ ბავშვს დაუბრუნოთ უსაფრთხოების განცდა, იმისთვის, რომ ბავშვისთვის რაღაცა პროცესი დასრულდეს, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს, იმიტომ რომ თითოეული საგამოძიებო მოქმედება მისთვის არის ძალიან რთული ემოციურად, ახსენებს იმ მდგომარეობას, გახსენება იმ მდგომარეობის და იმ გამოცდილების შეიძლება იყოს ტრამვული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი, რომ ბავშვი გადავიდეს ახალ ეტაპზე და ეს რაღაცა გამოცდილების დაბალანსება მოხდეს, რომ შეძლოს რაღაცა ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელება, ხო? და ნუ ამ დროს უნდა გამოჩნდეს კიდე, რომ მას ჭირდება თუ არა ფსიქოლოგის დახმარება, რამდენი ხანი ჭირდება და რა ტიპის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ჭირდება ბავშვს და ოჯახსაც სხვადასხვა. აქ მარტო ბავშვი არ არის, იმიტომ რომ ოჯახებსაც ხშირად ამ ტიპის გამოცდილების დროს ოჯახებსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდებათ. ერთი რომ ზუსტად იცოდნენ როგორ ესაუბრონ ბავშვს ამ მომხდარზე, რა მიმართულებით უნდა ესე ყურადღება უნდა გაამახვილონ, რომ არ გამორჩეთ ბავშვის მდგომარეობის გაუარესება, იმიტომ რომ ეს მისი ემოციური მდგომარეობა შეიძლება დროსთან ერთად დამძიმდეს და უნდა იცოდნენ ის სიმპტომები, რა უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ იქ შეიძლება ძილი დაერღვეს სკოლაში მოსწრება არ იყოს ისეთი, როგორიც მანამდე ქონდა, მისი ქცევა შეიძლება შეიცვალოს და ეს ინფორმაცია მშობლებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომ ზუსტად ამოიცნონ, როდეს ჭირდება ბავშვს მხარდაჭერა და მე უკვე როგორ მართონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, სადაც სექსუალურ ძალადობას ტაბუ ადევს, ოჯახიც ექცევა იმ რწმენების ქვეშ, რაც საზოგადოებაში არის გავრცელებული, ხო? თუნდაც ეს ერთ-ერთი გავრცელებული მცდარი
აზრი არის, რომ მსხვერპლმა რაღაცა ისეთ იქნა და უბიძგა მოძალადეს, რომ ეს ქცევა ჩაიდო, რაც არასწორი არის და ამის გავრცელება ამ ინფორმაციის არაფრით არ შეიძლება, ხო? მაგრამ ვიცით, რომ ეს მრწმენა არსებობს და უნდა იცოდეს ოჯახმა ამაზე რეალური რა არის, ეს რა არის სწორი და რა არის არასწორი ინფორმაცია, ხო? და აი ვიღაცა უნდა ემუშავებოდეს ამ ოჯახს და ასწავლიდეს, როგორი უნდა იყოს მათი დამოკიდებულებები ბავშვის მიმართ, რა სჭირდება ბავშვს მხარდაჭერა და როგორ უნდა აღმოუჩინონ ეს მხარდაჭერა ბავშვებს. 33 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო კურსი განსაზღვრა და ნატოსა და ევროკავშირისაკენ აიღო გეზი. გიჩვენებთ რეპორტაჟს, რომელიც დეტალურად აღწერს ნატო-საქართველოს თანამშრომლობას ამ პარტნიორობის შედეგად შექმნილ პროექტებს. ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს ბრიტანეთის ელჩიც. თუმცა მედიის შეკითხვებისთვის პასუხების გაცემას თავს არიდებენ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში. ახალციხე, სამცხე-ჯავახეთი, ორფოლოს სამხედრო პოლიგონი. 2021 წლის აგვისტო პოლიგონზე ქართველი ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500 ჯარისკაცია, რომლებმაც მრავალეროვნული სწავლება მტკიცესული 2021 გაიარეს. ამავე დღეს პირველად გამოიყენეს ქართული წარმოების ჯავშან ტექნიკა დიდგორი მეომარი და მედევაკი. მრავალეროვანი სამხედრო სწავლება საქართველოში 2013 წლიდან იმართებოდა, რომლის მიზანი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაა. საქართველოს ნატოს ურთიერთობები სათავეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეორე წელსვე 1992 წლიდან იღებს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო. საქართველოს შეუერთდა ნატოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც 1997 წელს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი შეიცვალა. ეს იყო ქვეყნის განაცხადი, რომ იგი პოლიტიკური ფასეულობების ძირფესვიანად გადაფასებას იწყებდა. 33 წლის განმავლობაში ნატოსთან პარტნიორობით საქართველოს თავდაცვის, უსაფრთხოების გაძლიერების და მოდერნიზების მიმართულებით ათობით პროექტი და პროგრამა დაიწყო და განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით ნატო ჩართული იყო საქართველოში საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერების და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ პროგრამების განხორციელებაში. ნატოს სახელს უკავშირდება საჩხერის სამთო სასწავლო ცენტრის გახსნაც, სადაც სამხედრო სწავლებები იმართება. სკოლა 2006 წლის 14 აგვისტოს დაარსდა, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნები და სამხედრო განათლების სწავლება მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამა საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა. 2010 წელს ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო პარტნიორობა მშვიდობისთვის მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი. ჰიბრიდული ომის მკვლევრის დავით ძიძიშვილის თქმით, ეს იყო საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სამხედრო სასწავლო ცენტრი. ერთ-ერთი ყველაზე კარგი და პირველი, რაც მთავარია მაგალითი ნატოსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობისა, იყო საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, საჩხერის სამთო მომზადების ცენტრი, ხან როგორ ერქვა და ხან როგორ. და ეს იყო იდეაში პირველი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს სტანდარტი შეეთავაზებინან, საქართველოს მიიღო პირველ რიგში ნატოს სტანდარტი, გაეზიარებინა ეს სტანდარტი, რაც მთავარია ამ სტანდარტის შექმნაშიც ყოფილიყო მონაწილე, იმიტომ რომ საჩხერის სამთო მომზადების ცენტრმა მერე ძალიან ბევრი მნიშვნელოვან პროექტში მიიღო მონაწილეობა ნატოსთან ერთად. ამ სკოლის შექმნით და ამ სკოლის ატესტაციით და აკრედიტაციით პირდაპირ რომ თქვა, ფაქტიურად საქართველოს იყო რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება დაიწყო საქართველოში. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ნატოს არაწევრი სახელმწიფო, საქართველოს ამ შემთხვევაში ამზადებს ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეებს. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მხარდაჭერა.
ორფოლოს პოლიგონზე წვრთნებამდე და საჩხერის სამთო სკოლამდე იყო პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით 1994 წელს საქართველოს ზემოხსენებული პროგრამის მონაწილე გახდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს ქვეყნის თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, ვინაიდან ამ დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მთავარ ამოცანას საგარეო საფრთხის რუსეთის დაბალანსება წარმოადგენდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში ერთობლივად იმართებოდა სამხედრო წვრთნები და სამეთაურო საშტაბო სწავლებები. ამ პროგრამის ფარგლებში არაერთი როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალი გადამზადდა ნატოს სასწავლო ცენტრებში, სასწავლო ცენტრების გარდა მრავალ კონფერენციაზე, საერთაშორისო სიმპოზიუმზე მიუღია მონაწილეობა ბევრ საჯარო მოხელეს, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის სხვა აქტორებიდან, საქართველოსდან, ასევე მრავალი ღონისძიება ჩატარებულა საქართველოში და ის რომ დღეს საქართველოს ყავს ესეთი მომზადებული კვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში მეტწილად სწორედ ამ და მსგავსი პროგრამების დამსახურება. ნატოს საქართველოს პარტნიორობა დროთა განმავლობაში ღრმავდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალები მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო წვრთნებში, მისიებში, ჩვენი ქვეყანა მონაწილეობდა სამიტებში და მინისტერიალებში და თავის მხრივ მასპინძლობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს, მაღალი რანგის სამხედრო პირებს. შედეგად გაიზარდა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, რადგან ნატოსთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ დაცულია ქვეყნის ტერიტორიები. გვეუბნება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი შოთა კაკაბაძე. ისეთ პატარა ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა, რომლის სამხედრო რესურსები შეზღუდულია ამა თუ იმ ობიექტური მიზეზების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მისი დაცულია, მისი ტერიტორიები დაცულია და ასე შემდეგ. რატომ აღმოჩნდა საქართველოსთვის ნატოს სტრატეგიული პარტნიორი? დიპლომატის და მკვლევრის გიორგი ბადრიძის თქმით, საქართველოსთვის როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ნატო იყო დამოუკიდებლობის გამყარების და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი მექანიზმი. მცირე ქვეყანას, რომელსაც აქვს ესეთი გამოწვევა, გვერდზე დიდი სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე არ აღიარებს შენს უფლებას, რომ იყო დამოუკიდებელი, მისი დამოუკიდებლობის გამყარების, შენარჩუნების და უსაფრთხოების მიღების ერთადერთი მექანიზმი არის საერთაშორისო ალიანსები. ორმხრივი ალიანსები თუ შესაძლებელია დიდ რაღაც ქვეყანასთან, რომელიც გაანეიტრალებდა, დააბალანსებდა აი ამ შენი მეზობელი აგრესორის ზრახვებს. და იდეალურ შემთხვევაში წევრობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელსაც უკვე დამტკიცებული აქვს, რომ გარანტირებულად იძლევა უსაფრთხოების და თან სუვერენიტეტის შენარჩუნების შესაძლებლობას. სად ვართ ახლა ნატოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 33 წლის თავზე და როგორი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და საქართველოს ურთიერთობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით? ვკითხეთ დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეთ უორდს. ჩვენ გქონდა მკაფიო მსჯელობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია ნატოსთვისაც. ის პრობლემები, რომლებზეც ადრე ვისაუბრე, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სირთულეები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვისაც. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ნატოს აქვს საქართველოსთან აქტივობის სპეციალური პროგრამა. საქართველოს-ნატოს სპეციალური პროგრამა SNGP. ეს პროგრამა მოქმედებს საქართველოში შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ჩვენ გვინდა რომ ის გაგრძელდეს, მაგრამ გვინდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ცხადია, ისეთ გარემოში, ისეთ უსაფრთხოების გარემოში, როგორიც ევროპაშია. ეს ნიშნავს, რომ ყველამ მეტი უნდა დახარჯოს საკუთარ თავდაცვაზე. ეს მოიცავს დიდ ბრიტანეთს, მოიცავს გერმანიას, მოიცავს საქართველოსაც. ასე რომ ეს არის ის, რაც ჩვენ მომავალში უნდა დავინახოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიღებს რეფორმების განხორციელების ვალდებულებას, ნატოს მიმართულებით და კვლავ აიღებს ვალდებულებას იყოს იმ ქვეყნების ჯგუფის ნაწილი, რომლებმაც იციან, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპის უსაფრთხოების დაცვა. სათვალე დასრულებულია. შევხვდებით ერთ კვირაში. მადლობთ რომ გვიყურებთ.
შენ დაიწყებ თუ მე? შენ დაიწყე. ენდის სამი მსოფლიოს ქვეყნების დაპირებაა, რომ სათბური აირების ეროვნულ ემისიებს შეამცირებენ და ჩვენს პლანეტას კლიმატის ცვლილებისაგან დაიცავენ. ენდისი ნიშნავს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს, რომლის შესრულების პირობას დებენ პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები, მათ შორის საქართველო. დაპირებაში გაწერილია თუ როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგეტიკა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და სხვა სექტორები ემისიების შესამცირებლად. ენდისის შემუშავება კომპლექსური პროცესია, რომელიც მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, ექსპერტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს. საქართველომ უკვე დაიწყო ჩვენი მესამე ენდისის შემუშავება, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის სამდინოს გაეგზავნება. ჩვენ მოგიყვებით თუ რას გულისხმობს საქართველოს განახლებული კლიმატური დაპირება და როგორ აისახება ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. საქართველოს ახალი კლიმატური დაპირების მიხედვით დღის მიერ ნახშირორჟანგის თანთქმის პოტენციალი 10%-დან 15%-მდე უნდა გაიზარდოს. ამის მისაღწევად ტყის რესურსებს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ, ხოლო ტყის მართვაში მდგრადი პრაქტიკა უნდა დაინერგოს. ჭარბტენიანი ტერიტორიები და საძოვრები ასევე შთანთქავს ნახშირორჟანგს და ამ მხრივ ძალიან ძვირფასი რესურსია. ენდისის 3 ითვალისწინებს მათი პოტენციალის შესწავლას და მართვის მდგრადი პრაქტიკის დანერგვას. გაგიკვირდებათ, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მავნე ემისიების ერთ-ერთი წამყვანი წყაროა. კლიმატის ცვლილების საკითხები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება. საქართველო უნიკალური ბიომრავალფეროვნების ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი მოვლა, გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. ენდისის ამის მიხედვით საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელი მინიმუმ 30%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და შენარჩუნება უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. კლიმატის ცვლილებისაგან არამხოლოდ ბუნება, არამედ საკუთარი თავით უნდა დავიცვათ. ამისათვის ზედმიწევნით უნდა შევესწავლოთ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებიც ადამიანს კლიმატის ცვლილების გამო ემუქრება და შესაბამისი გეგმა შევმუშაოთ ამ საფრთხეების ასაცილებლად. იცოდით, რომ ემისიებით ვაჭრობა შეიძლებოდა. სოფლიოში უკვე შეიქმნა ემისიებით ვაჭრობის მექანიზმები, რომლებსაც ბევრი ქვეყანა იყენებს. ენდისის ამის მიხედვით საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ ემისიებით ვაჭრობის სისტემას შექმნის და დანერგავს. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება შეუძლებელია ენერგეტიკის რეფორმის გარეშე. ჩვენი პასუხია განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტური შენობები, სუფთა და მწვანე დასახლებები. ასეთ ქალაქში ცხოვრება ყველას მოუნდებოდა. ავაშენოთ ერთად. ასეთ ქალაქში გადაადგილებაც მწვანე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით უნდა შევძლოთ. ენდისის 3 ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას და ფეხით სიარულისა და ველოსიპედისთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნას. ჩვენ გვჯერა, რომ მომავლის მოქალაქე განათლებული ადამიანია, რომელსაც საკმარისი ინფორმაცია აქვს კლიმატის ცვლილებაზე, გარემოს დაცვასა და მდგრად მოხმარებაზე. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად უნდა შევიდეს როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო პროგრამებში. ხოლო სამეცნიერო ინსტიტუტებმა მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს საქართველოსა და რეგიონზე ორიენტირებული კვლევებისთვის. ეს ინფორმაცია ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ხელი უნდა შეუწყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს კლიმატური დაპირების შესრულება ბევრ ცვლილებას მოითხოვს, რაც საკმაოდ რთულია. როგორ მოგიცეთ? ყველა ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს და ითვალისწინებდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით ეკონომიკურად თუ სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესებს. კლიმატური დაპირების შესრულება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტის შედგენასა და შესრულებაში ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI News-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI IA და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად.
ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.